ქუჩებში ზურნის ხმაა დილიდან საღამომდინ და საღამოდან დილამდინ. გაუწყნარებელი რახარუხია ფაეტონებისა. ბუნებრივია, ამგვარ დროსტარებას თან ახლდა მთვრალების ყაყანი, მუშტიკრივი და ლაზათიანი, თბილისური ლანძღვა გინება, რაც აუცილებელს ნაწილს შეადგენდა სახალხო დღესასწაულებისა. ხოლო მაშინ, როდესაც ახალწლამდე სულ ცოტა დრო რჩებოდა, ქალაქის ფოსტა ტელეგრაფის უფროსი წინ აფრთხილებდა მოსახლეობას. რადგანაც ახალი წლისთვის ძალიან ბევრი დეპეშები იგზავნება, თადარიგი დაიჭირეთ და საახალწლო დეპეშებს მისალოცი დააწერეთ, რომ დროულად ახალი წლის წინა დღეს დაურიგდეთ ადრესატებსო. ახალი წლის წინა დღეებში ძველი ქართული პრესის ფურცლებზე უხვად იბეჭდებოდა გასული წლის შემაჯამებელი ტექსტები და საახალწლო სურვილები, რომლებიც მოწოდებებითაც იყო გაჯერებული. ამბობენ, ახალ წელიწადს რომ რამე ინატროს კაცმა, უეჭველა დაუხდებაო. მამა უცხონდათ. არა ძმაო, თუ შენ თვითონ არ გაისარჯე. ახალ წელიწადი ისეთი ნამარდი ჯეელია, რომ თუ ზარალი არა, სიკეთეს არას დაგაყრის. ახალ წელიწადი რომ კაი კაცი იყოს, ზამთარში ხომ არ მოვიდოდა. აბა ერთი რომელი ვარდი და ხეხილი ხარობს ზამთარში.